გამარჯობა, ეს არის გადაცემა ქალისხმა. დღეს უნდა ვისაუბროთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, როგორ ვიქცევით თუ გვაჯარიმებენ, თუ აქციაში მონაწილეობის გამო გვაჯარიმებენ და ასე შემდეგ. იურისტი მაია გრძელიშვილი არის ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. რა უნდა ვიცოდეთ პირველ რიგში თუ დავიწყოთ აქციით, ვართ აქციაზე და გვაჯარიმებენ, როგორ იქცევა ამ შემთხვევაში სამართალდამცველი და რა უფლება გვაქვს ჩვენ? დიახ, მოგესალმებით პირველ ერთი დაჯარიმებული ვნახეთ და მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. ახლა რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, აღნიშნულთან დაკავშირებით არის რამდენიმე საკითხი, რომელსაც ყურადღებას გავამახვილებ. ანუ აქციების პერიოდში დაჯარიმებასთან დაკავშირებით შეიძლება დაჯარიმება მოხდეს ადგილზე, სამართალდამცველის ოფისის საჯარიმო ქვითრის ჩაბარებით, ან შესაძლოა არ მოხდეს იმ დღეს და შემდგომ კანონი აძლევს იმის საშუალებას, რომ თუ ეს არის ერთჯერადი და არ არის დენადი, ანუ შემდგომი 3 თვის მანძილზე, ძირითადად როგორც ეხლა ამ ბოლო პერიოდში პრაქტიკა ჩვენ დავინახეთ, მერე ვიდეო კადრების გაშიფვრის და ასე შემდეგ ხშირად მისვლიათ, ანუ უშუალოდ იმ დღეს კი არა, როდესაც აქციაზე იმყოფებოდი ან რაღაცას მედავებია. ერთი კვირის მერე, ორი კვირის მერე, ერთი თვის მერე შეიძლება მოგვივიდეს. შევეხეთ თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე. ერთი, როდესაც უშუალოდ ადგილზევე გვაჯარიმებს სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომელი, ანუ გვაბარებს საჯარიმო ქვითარს. ყველას ურჩევ, რომ საჯარიმო ქვითრის ჩაბარებაზე უარი არ თქვას, იმიტომ რომ ჩაბარება მნიშვნელოვანია, რადგან გავასაჩივროთ. თუმცა შეგვიძლია უარის თქვა. შეგვიძლია უარი ვთქვათ, მაგრამ უფრო ცუდი შედეგი დადგება. ანუ არ ჩაბარება არ ნიშნავს არ დაჯარიმებას. ეს ჯარიმა მაინც დაწერილი იქნება, ამიტომ უნდა ჩავიბაროთ და მოგვიანებით გეტყვით გასაჩივრებასთან დაკავშირებით, რატო არის მნიშვნელოვანი ამის ჩაბარება. როგორც აღნიშნე, ჩაბარება მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ჩაბარების შემდგომ აითვლება გასაჩივრების ვადები. მეორე შემთხვევა, როდესაც თქვი, რომ შეიძლება პირობითად ვიტყვი რიცხვს რა, რაღაცა 20 მაისის აქციის გამო ჯარიმა ჩამბარდეს 20 ივნის და როგორ ხდება ეს ამ შემთხვევაში საჯარიმო ქვითრის ჩაბარება. ერთი შესაძლებელია, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთან გიკავშირდეთ და გითხრათ, რომ თქვენ სახელზე არის საჯარიმო ქვითარი შედგენილი, მიხვიდეთ ადგილზე და ჩაიბაროთ. ან შეგიძლიათ ამ შემთხვევაში უთხრათ თქვენი ფაქტობრივი მისამართი და პოსტით გამოგიგზავნოთ, ან შესაძლებელია ეგრევე პოსტით თქვენს მისამართზე გამოგიგზავნოთ. აქაც მოქმედებს იგივე წესი, რაც წეღან თქვი, აუცილებლად ვიბარებთ საჯარიმო ქვითარს. აუცილებლად ვიბარებთ საჯარიმო ქვითარს და უკვე მივედით იქამდე თუ რატო ვიბარებთ საჯარიმო ქვითარს. საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 10 დღიანი ვადა გვაქვს გასაჩივრებისა. პირველ ეტაპზე საჩივრდება ზემდგომში, ანუ ზემდგომ თანამდებობის პირთან. იმ რეგიონის მიხედვით და რადგან აქციებზე ვსაუბრობთ, თბილისის მაგალითად მოვიყვან, თბილისის პოლიციაში, ასე ვთქვათ, პოლიციაში საჩივრდება აღნიშნული საჯარიმო ქვითარი. მათი უარი ამ საპატრულო პოლიციის დადგენილება უარის თქმის თაობაზე და ძირითადად უარია ხოლმე აქედან გამომდინარე, მის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საჩივრდება სასამართლოში, საქალაქო სასამართლოში. ხოლო საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში. რატომ არის მნიშვნელოვანი გასაჩივრების მექანიზმი და რას გვაძლევს ეს? ახლა შეიძლება იმის მოლოდინი არ გქონდეს, რომ თუნდაც ზემდგომში გასაჩივრებით ან შემდგომ სასამართლოში გასაჩივრებით რაღაცა სხვა შედეგი დადგეს და ან ჯარიმა გაუქმდეს ან ასე შემდეგ, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არის ის, რომ გასაჩივრება აჩერებს აღსრულებას. ოღონდ რა შემთხვევაში და ვიგებთ დროს. პირველ ეტაპზე, როდესაც ვასაჩივრებთ ზემდგომში, ჩერდება მანამდე სანამ არ იქნება ზემდგომის მიერ დადგენილება მიღებული და აქვე აღნიშნავ, რომ ბაჟს არ ვიხდით, ანუ როდესაც საჩივრებას უწევთ და ვასაჩივრებთ, ბაჟს არ ვიხდით ზემდგომში გასაჩივრების შემთხვევაში, ზემდგომის უარს, როდესაც ვასაჩივრებთ სასამართლოში, ისევ ჩერდება ჯარიმის აღსრულება და ამ შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი გადასახდელი არ არის და მე რა უკვე პირველი ინსტანციის მიღებული გადაწყვეტილება კი საჩივრდება სააპელაციო წესით, მაგრამ ამ შემთხვევაში აღარ ჩერდება აღსრულება. აი ეს არის მნიშვნელოვანი. სადღაც დაახლოებით რაღაც პერიოდს მაინც ვიგებთ რა. თუ არ გავასაჩივრეთ და ასეთ შემთხვევაში 30 დღის ვადაში უნდა გადავიხადოთ. თუ არ გადავიხადეთ, დაიწყება იძულებითი აღსრულება.
ეს რაც შეეხება ადგილზე დაჯარიმებას ან იმ შემთხვევაში, როდესაც პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს, რომ თვითონ შეადგინოს. ანუ ძირითადად რა შემთხვევაში, რა ითვლება ამ შემთხვევაში დაჯარიმების საფუძვლად ხოლმე, იმიტომ რომ მშვიდობიანი აქციის დროს შეიძლება რომ მოხდეს ადამიანის დაჯარიმება. გეტყვით აუცილებლად, უბრალოდ აქვე მეორე საკითხს დავუბრუნდები, იმიტომ ეს ის შემთხვევა განვიხილეთ, როდესაც სამართალდამცველი ორგანოს მიერ ხდება საჯარიმო კვითრის შედგენა. თუმცა არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში მუხლები, რა შემთხვევაშიც სამართალდარღვევის ოქმს კი ადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. თუმცა სამართალდარღვევად ცნობა არის სასამართლოს პრეროგატივა. ანუ რა ხდება ამ შემთხვევაში, როგორ ვიგებთ ამის თაობაზე? ამის თაობაზეც ერთი გზა ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა გაცნობოთ ტელეფონით, რომ თქვენს მიმართ შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი და გადაგზავნილია სასამართლოში, ან მეორე შემთხვევა, როდესაც სასამართლო გვიკავშირდება, რომ თქვენს მიმართ შემოტანილია სამართალდარღვევის ოქმი და უნდა განიხილოს პროცესი, გაცნობებთ პროცესის დროს, ადგილს და თარიღს და ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გამოცხადდეთ სასამართლოში პროცესზე, რომ თქვენი უფლებები დაიცვათ და თქვენი ინტერესები დაიცვათ, ასევე წარადგინოთ თქვენი პოზიცია. ეხლა უკვე რაც შეეხება თქვენს შემდგომ შეკითხვას, რა შეიძლება გახდეს დაჯარიმების მიზეზი. დაჯარიმების მიზეზი სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით ყველა შემთხვევაზე ცალ-ცალკეა გაწერილი და ძალიან ბევრია, მაგრამ რაც ძირითადად ხდება, ეს არის აქციების პერიოდში. ძირითადად ანუ შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის დარღვევა, ანუ გზის გადაკეტვა, არასათანადო ნივთების ქონა, წინააღმდეგობის გაწევა, ანუ კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის კანონიერი ესეც საკმაოდ ხშირად საკმაოდ ხშირია და აქამდე იყო ხოლმე აქტიური, თუმცა ამ ბოლო პერიოდში ეს აღარ არის აქტიური, ეს იყო ხოლმე ხულიგნობა და თუმცა ამ ბოლო პერიოდში ჭარბობს ძირითადად შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის ნორმების დარღვევა, რასაც ედავებიან ხოლმე აქციის მონაწილეებს და დაუმორჩილებლობა, ანუ წინააღმდეგობის გაწევა. დაუმორჩილებლობა არა მხოლოდ აქციაზე, ისეთ საკმაოდ ხშირად კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. თუმცა აქვე აღსანიშნავია ის, რომ როდესაც ჩვენ ვეხებით უკვე კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას, ეს არის ის შემთხვევა, მაგალითის სახით რო გითხრათ, როდესაც უკვე სასამართლოს პრეროგატივაა, სამართალდარღვევად გცნობს თუ არა. თუმცა აქციის პერიოდში ადგილზე რო შეუძლია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა შეადგინოს საჯარიმო კვითარი, ის არის გზის გადაკეტვა, არასათანადო ნივთების ქონა და ფართო ჩამონათვალე ის უბრალოდ მაგალითის სახით რამდენიმე მაგალითი. როგორ ხდება უკვე იმ შემთხვევაში გასაჩივრება, ჩვენ ვისაუბრებთ საჯარიმო კვითრის ჩაბარების გასაჩივრებასთან დაკავშირებით, მაგრამ თუ სასამართლო გცნობს სამართალდამრღვევად, ასეთ შემთხვევაში რას იყენებს სასამართლო? ანუ ადგილზე, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ადგენს საჯარიმო კვითარს, ამ შემთხვევაში ის იყენებს მხოლოდ ჯარიმას, ადმინისტრაციულ ჯარიმას, მაგრამ სასამართლოს განსჯათ საქმეებში, როდესაც სასამართლოს პრეროგატივაა, რომ სამართალდარღვევად გცნოს თუ არ გცნოს, ამ შემთხვევაში მას შეუძლია გამოიყენოს როგორც ადმინისტრაციული ჯარიმა, ისევე ადმინისტრაციული პატიმრობა. მოგეხსენებათ, კანონში ცვლილება შევიდა და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები გაიზარდა, იყო ხოლმე 15 დღემდე და ეხლა მაქსიმუმი განსაზღვრულია 60 დღემდე, ასევე ჯარიმის ოდენობებია გაზრდილი და თითოეულ სამართალდარღვევას ვერ მოუყვებით სათითაოდ თავისი ჯარიმა და სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს ან ადმინისტრაციული პატიმრობა, ან სახდელის სახით ჯარიმის დაკისრება, ან თუ პირველი შემთხვევაა და ასეთ შემთხვევაში შეუძლია გამოიყენოს შენიშვნაც. მაგრამ შენიშვნას ვერ გამოიყენებს სასამართლო ერთ-ერთ შემთხვევაში, თუ ეს არის განმეორებითი. როგორ ხდება ახლა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება? ანუ თუ გამოყენებულია ადმინისტრაციული ჯარიმა, ასეთ შემთხვევაში ჩაბარებიდან 10 დღის ვასწრაფში ვასაჩივრებთ აპელაციაში, მაგრამ თუ გამოყენებულია ადმინისტრაციული პატიმრობა, გადაწყვეტილების მიღებიდან 48 საათში საჩივრდება.
და მაგიტო იყო თავში როდესაც აღნიშნე მნიშვნელოვანი მაგიტომ არის რომ ჩვენ აუცილებლად ვიბარებთ საჯარიმო ხვითარს. არ აქვს მნიშვნელობა ადგილზე ხდება დაჯარიმება თუ შემდგომ პოსტით მოგვდის და გვბარდება. იმიტომ რომ თუ არ ჩავიბარებთ პოსტით გამოგზავნილ საჯარიმო ხვითარს, ასეთ შემთხვევაში მისი საჯაროდ გამოქვეყნება ხდება. ანუ ჩაბარებულად გვეთვლება, მისი საჯაროდ გამოქვეყნება ხდება და უკვე 30 დღის ვადა აითვლება მის გადახდასთან დაკავშირებით. მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ არც ზემდგომა და არც პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი ადმინისტრაციული საჩივარი. ნუ რაც ძირითადად ასე ხდება ხოლმე, ხო? ასეთ შემთხვევაში, როგორც წეხან აღვნიშნე, აპელაციაში, სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს უკვე აღსრულებას და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში და გადავიხადოთ, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უნდა გადავიხადოთ. რა ხდება იმ შემთხვევაში, წეხან ზუსტად ეგეც იკითხეთ, თუ არ გადავიხადეთ დაკისრებული ჯარება. ასეთ შემთხვევაში უკვე იწყება იძულებითი აღსრულება, შეიძლება ყადაღა დაედოს მოძრავ ნივთებს, უძრავ ქონებას, ანგარიშებს, რაც ემოთ დისკომფორტია. აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ თითოეული სამართალდარღვევის ოქმი და თითოეული საჯარიმო ხვითარი ბოლომდე უნდა იქნეს მიყვანილი და უნდა გასაჩივრდეს. არა იმ შედეგისთვის, რის იმოლოდინიც გვაქვს, არამედ იმისთვის მაინც, რომ დროში გაიბრძნოს ეს ყველაფერი. დიახ. არანაკლებ მნიშვნელოვანი, ანუ ჩვენ ნახეთ, რომ გორშიც იყო მსგავსი შემთხვევა, როდესაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოს გამო დააჯარიმეს ერთ-ერთი ტელევიზიის ოპერატორი იყო, ხო, ეს კონკრეტული შემთხვევა, თუმცა ჩვენ ნახეთ ახლა, რომ მაგერ იწყებენ შეურაცხყოფის გამო სოციალურ ქსელში ხო დასჯადი ხდება. რასთან გვაქვს საქმე კონკრეტულად რა შეიძლება ჩაითვალოს შეურაცხყოფად, როგორ გვაქვს ხდება ეს და კოდექსის 173 მუხლის მეორე ნაწილი არის, რომელიც განსაზღვრავს და ჩამონათვალია იმ თანამდებობის პირებისა, რომელთა შეურაცხყოფაც არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. რა შეიძლება ჩაითვალოს შეურაცხყოფად? საკმაოდ ფართო ცნებაა, ხო? რა შემთხვევაში, მოდი ინდივიდუალურად ვიტყვეთ, რა შემთხვევაში შეიძლება ვიგრძნო მე თავი შეურაცხყოფილად? ანუ ძალიან პირადულია, ხო? მე შეიძლება მეწყიდოს ძალიან წვრილმანიც და შეურაცხყოფილად ვიგრძნო თავი. ნუ აღარ ვეხები მე უცმაწური სიტყვებით მოხსენიებაზე და ეგრე ფართოდ კიდე აღარ გადავდივარ, მაგრამ ძალიან მარტივია აღნიშნული ნორმის საფუძველზე, რაღაცა წვრილმანიც კი ჩავსვა იმ კანონის ნორმაში, რომელსაც შემიძლია მე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე წამოვიწყო. თუმცა ეს ის შემთხვევა, როდესაც ანუ ეს დავა იმ კატეგორიებში გადის, როდესაც სასამართლომ უნდა გადაწყვეტოს სამართალდარღვევად ცნობს თუ არ ცნობს. ანუ ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ადგენს სამართალდარღვევის ოქმს, მაგრამ გადაწყვეტილებას ჩემს სამართალდამხმარებლად ცნობასთან დაკავშირებით იღებს სასამართლო. რა არის ხომი ამ შემთხვევაში შედეგი, ანუ განაჩენი? ჩვენ რაც ნახეთ ამ ბოლო პერიოდში, ძირითადად გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობები და რამდენიმე შემთხვევაში იქნა ჯარიმა გამოყენებული. იმიტომ რომ კანონთან ცალსახად აღნიშნავს, რა შემთხვევაში არ შეიძლება გამოყენებული იქნეს ადმინისტრაციული პატიმრობა. ეს არის თუ არასრულწლოვანი შვილი ყავს, ანუ კანონი განსაზღვრავს ასეთ ჩანაწერს, თუ ფეხმძიმეთ არის, ნუ დედრობით ზემაქ ლაპარაკი და ესე რაღაცა წვრილმანი ჩამონათვალებია. სხვა შემთხვევაში სასამართლოს ნებისმიერ დროს შეუძლია გამოიყენოს ადმინისტრაციული პატიმრობა ან ჯარიმა და ბოლო პერიოდში ჩვენ როგორც უყურებთ, ერთი თუ ორი შემთხვევა იყო, ხო, როდესაც ადმინისტრაციული ჯარიმა გამოიყენა და ნაჩვენარ შემთხვევაში სხვადასხვა დღეთაოდენობით გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა. ჩვენ როგორ ვიქცევით ამ შემთხვევაში? ამ შემთხვევაში როგორც წეხან აღნიშნე, ჯარიმის შემთხვევაში ვასაჩივრებთ, ნუ დადგენილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო წესით, ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში საჩივრდება 48 საათში.
და ველოდებით აპელაციას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება რა იქნება მაგას წინასწარ ვერავინ ვერ იტყვის. შეიძლება თქვათ რაღაცა ისეთი სიტყვა, მაგრამ ჩათვალოს ადრესატმა, რომ ეს მისთვის არის შეურაცხყოფა და მოგვიდაოთ ამას. შეურაცხყოფა. და ეს მე ვფიქრობ, რომ გამხოტვის თავისუფლებასაც უდავს. ნამდვილად ზღუდავს. მით უფრო იმის თარგლებში, როდესაც მე პირადად მასთან არ მაქვს ეს უშუალო კომუნიკაცია და გამოვხატავ ჩემს აზრს. აი საჯარო სივრცეში რო ხდება ეს შეცახილები თანამდებობის პირებისგან და ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში როგორ ხდება დამტკიცება, ანუ მოწმეები სჭირდება თუ ამ შემთხვევაში რატო ხდება მოგვიანებით საჯარო კვირების ჩაბარება? ზუსტად იმიტომ, რომ კანონი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ 3 თვის ვადაში იმ შემთხვევაში თუ ერთჯერადია, ანუ ერთხელ მოხდა ეს ფაქტი, მაგრამ თუ დენადია გამოვლენიდან 6 თვის ვადაში, შედგეს სამართალდარღვევის ოქმი ან საჯარო ქვითარი და მე იქ უკვე არც მოწმეები მტკიცებულებებზე ხო დავყარებული ეს ყველაფერი სიუჟეტების გაშიფრვა, ჩანაწერების გაშიფრვა, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ვიდეოების გაშიფრვა, არც მე ვერ გეტყვით როგორ ხდება მე იდენტიფიცირება, თუმცა ძალიან ბევრ შემთხვევა ისიც გვინახია, რომ შეიძლება შეგვედაო ისეთ რაღაცას, როდესაც იქ ადგილზე საერთოდ არ ყოფილვარ, ან აღნიშნული სამართალდარღვევას ჩემი მხრიდან ადგილი არ ქონია, შეიძლება ვიყავი უშუალოდ ადგილზე, მაგრამ არანაირ სამართალდარღვევას ჩემი მხრიდან ადგილი არ ქონია, ანუ არ დამიძახია არაფერი, არ გადამიკეტია გზა, არ ვიდექი იმ ადგილზე, სადაც აკრძალული იყო აქციის პერიოდში დგომა. ეს ყველაფერი არის უკვე მტკიცებულებები და სასამართლოს განსჯადი. ასევე გასაჩივრებასთან დაკავშირებით დავამატებ, რომ გარდა იმისა, რომ აღსრულებას აჩერებს, ჩვენ იმის საშუალებასაც გვაძლევს, რომ მტკიცებულებები ჩვენც მოვიპოვოთ ჩვენი ინტერესების დასაცავად, ხო ისევე ეს სოციალური ქსელებით, სიუჟეტებით, რომ დავამტკიცოთ ვიყავი თუ არა სამართალდამტკიცებელი. კი ბატონო. და ბოლოს კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ მაყურებელს რომ უთხრათ, იმ შემთხვევაში თუ გვაჯარიმებენ, რისი უფლება გვაქვს, როგორ ვიქცევით? იმ შემთხვევაში, როდესაც გვაჯარიმებენ, პირველ რიგში ვიბარებთ საჯარიმო ქვითარს, აუცილებლად ვიბარებთ საჯარიმო ქვითარს, მის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ვასაჩივრებთ, ჯერ ზემდგომში და შემდგომ ზემდგომის დადგენილებას უარის თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოში და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით ვასაჩივრებთ. სახელმწიფო ბაჟს არ ვიხდით არც ერთ შემთხვევაში, არც ზემდგომში გასაჩივრების შემთხვევაში, არც პირველი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში და არც სააპელაციო წესით გასაჩივრების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის გადახდას არ გვიწევს და როგორც თქვი, გასაჩივრება აჩერებს აღსრულებას. იმისთვის, რომ აღსრულება შეჩერდეს, რას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში? ანუ როდესაც ზემდგომში ვასაჩივრებთ, ხო, თავისთავად, მათვე მისლით ეს ჩვენი საჩივარი, მაგრამ როდესაც ზემდგომის უარს ვასაჩივრებთ სასამართლოში, სასამართლოს მიერ მიღებული, ანუ ვითხოვთ საჩივარში რა, აღსრულების შეჩერებას და მიღებული დადგენილება, რომ წარმოებაში იქნა ჩვენი საჩივარი მიღებული, ეს დადგენილება მე გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროში. თუმცა შესაძლებელია დადგენილებამდე წარდგენილი იქნეს, ანუ მიღების ბარათიც, რაც ცნობილს გახდის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, რომ მათი დადგენილება გასაჩივრებული აქვს უკვე სასამართლოში და ამ პერიოდში, ანუ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასრულებამდე, მოდი ასე გეტყვით, აღსრულება შეჩერებულია. ანუ ჩვენ ჯარიმის გადახდა არ გვიწევს მაგ პერიოდში და რაც მნიშვნელოვანია, თუ თავისით წერს ვიღაცა და არა იურისტის დახმარებით, თორე იურისტებმა ეს კარგად იციან, სასამართლოში ადმინისტრაციული საჩივარი შედის ორ პირად. იმიტომ რომ ერთი პირი ჩვენი ადმინისტრაციული საჩივარისა ეკზავნება შინაგან საქმეთა სამინისტროს. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, კიდევ ერთხელ გავსვა ხაზს, რომ საჯარიმო ქვითრის არ ჩაბარება
უფრო აზიანებს ჩვენს ინტერესებს, ვიდრე მისი ჩაბარება. იმიტომ რომ არჩაბარების შემთხვევაში ითვლება ჩაბარებულად, ანუ არ ნიშნავს ამას, რომ ჯარიმა არ დაგვიწერეს, ჩვენ თუ არ ვთქვით საჯარიმო ქვიტრის ჩაბარებაზე, არ ნიშნავს, რომ ჯარიმა არ დაგვიწერეს და მე აღსრულება უკვე იწყება, ანუ აი 30 დღე ხო გვაქვს გადახდისვა და 30 დღის შემდგომ უკვე თუ გასაჩივრებული არ გვაქვს, იძულებითი აღსრულება დაიწყება და გასაჩივრების შემთხვევაში ეს დრო შეიძლება გაიწელოს, იმიტომ რომ სასამართლო სისტემაც ცოტა გადაიტვირთა, იმიტომ რომ არ არის ცოტა ჯარიმები. და დრო სჭირდება ამის განხილვას. მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მადლობა თქვენ. მაია გრძელიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, გემშვიდობებით დროებით.